მოგესალმებით პატრიცემულო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირი ობიექტივის გადაცემა CV პასემ, თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ მე და პოლკოვნიკი ნაური ჯიქია, ყოფილი სარაკეტო ჯარების და артილერიის სარდალი ოჩამჩირის ფრონტის, მანამდე საბჭოთა ჯარის ოფიცერი. და დღევანდელი გადაცემის თემა ძალიან რთული არის და ამიტომ ზუსტად სპეციალისტი ამ სამობილიზაციო და კადრების მომზადების, რეზერვის მომზადების საკითხებში, აი ზუსტად არის ბატონი ნაური, არიან ისეთებიც, რომლებიც მაგალითად თემური ლორია, არის ასეთი ნოდარ თათარაშვილი და ბევრი ოფიცერი, მაგრამ იმათი უკვე ასაკიდან გამომდინარე და ჯანმრთელობიდან გამომდინარე ხელს არ უწყობს ეს ჯანმრთელობა, რომ დღეს ამ გადაცემაში მიიღონ მონაწილეობა. მოგესალმებით ბატონო ნაური, ჩვენი მაყურებლების სახელით. და მინდა დღევანდელი გადაცემა ჩვენ არ მინდა ბევრი დრო დავკარგო, იმიტომ თემა ძალიან გრძელია და ჩვენ ამ თემაზე გუშინ ვილაპარაკეთ. და აი ამ საკითხებში ჩვენ მინდა აი როგორც კომისარს, სამხედრო კომისარს, რომელიც გაწევებს აკეთებდა ჯარში, რომელიც ამზადებდა შეიარაღებული ძალებისთვის რეზერვს, იმ ნაწილებისთვის, რომელიც არის და ახალი ნაწილების ჩამოყალიბებისათვის. ჩვენ გადაცემა წინა გადაცემაში მე მარტო მივყავდა ეს გადაცემა და ვილაპარაკე სამხედრო განათლებაზე. და სამხედრო განათლების სისტემა საქართველოში არ არსებობს. ის რომ ეროვნული აკადემია არის, ის რომელსაც სპეციალისტებს ამზადებენ, აი ლეიტენანტი, რომელიც იქიდან გამოდის და შემდეგ კურსებზე ამზადებენ, აგზავნიან მას. ესენი არ არიან სპეციალისტები. იქ ვინც ესე იგი გამოვა სპეციალისტი ძალიან დაბალი დონის. იმიტომ რომ სამხედრო სასწავლებლები იმისთვის არის სამხედრო სასწავლებელი, რომ მან მიიღოს განათლება 2-3 საფეხურის ზევით. ანუ როგორც ჩვენ, მე და შენ დავამთავრეთ ეს სასწავლებელი და ჩვენ ვიყავით 20-ის მეთაურად მივდიოდით ჯარში, მაგრამ ჩვენ ქონდა განათლება მიღებული ბატარეის მეთაურის, ჩვენ ქონდა შტაბის უფროსის დივიზიონის და დივიზიონის მეთაურის განათლება. ანუ ჩვენ რას აკეთებს დივიზიონის მეთაური, ანუ ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობის დივიზიონი, ბატალიონი, აი артილერიის იმაზე ვლაპარაკობ ახლა მე, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით. ანუ ლეიტენანტი ბრძოლებში რაღაცა დაიღუპა და ჩვენ ვიცით, ხო? მეორე მსოფლიო ომიდან და დღეს უკრაინის ბრძოლებიდან ვიცით, რომ ცოცხლობს ჯარისკაცი ფრონტის წინახაზე შეტევისა და თავდაცვის დროს 3 დღეს, მეც არა. 20-ის მეთაური 7 დღეს, 100-ის მეთაური 10 დღეს. ბატალიონის მეთაური 1 დღეს. ეს ნორმატივები, რომლებიც შექმნილი არის აი ზუსტად ამ დანაკარგებიდან, აქ დანაკარგებში შედის ისინიც, რომელიც დაღუპულები არიან და იმ დანაკარგებში შედის ისინიც, რომლებიც დაჭრილები არიან და შემდეგ აღდგენას ისევ შეიარაღებულ ძალებში ესე მათი არ ხდება. ანუ ფეხი არა, ხელი არა, ხეიბარია, და ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ მან ესე იგი გააგრძელოს სამხედრო სამსახური. მე ახლა მინდა აი თვითონ განათლების სისტემიდან გამომდინარე მინდა აი საქართველოს სამობილიზაციო რეზერვი. მაშინ ჩვენ რო ვილაპარაკეთ გუშინ, თქვენ თქვით, რომ საქართველოს აქვს იმის უნარი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს, თუ სამხედრო ომში ჩაერთო საქართველო, იმ მოსახლეობიდან რა რაოდენობაც არის, ჩვენ 4 მილიონი გავთვალეთ, ნაკლებია, მაგრამ შეიძლება ჩამოვიდნენ ბევრიც იქიდან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, საზღვარგარეთ არიან. აქედან გამომდინარე 4 მილიონიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჯარი 250-300.000. თქვენ ასეთ ჩამოაყალიბეთ გუშინ. ყოველი 6-8 ჯარისკაციდან 1 ოფიცერია. ანუ რო გავყოთ მაგალითად თქვა 250,000 6-ზე გამოდის რომ ჩვენ 60 ან 50 როგორც დავამრგვალოთ 50,000 ოფიცერი გვჭირდება. ჩვენ ყავს ეს ოფიცერი, რომელიც ასაკით, განათლებით, იმ დანიშნულებით, რა დანიშნულების სპეციალობა მას აქვს და იმ ჯარში ეს ქვედანაყოფები ამ სპეციალობის, აი ამაზე რო იყოს ეს მიმართული და ის დავაკომპლექტოთ ეს ნაწილები. აი ამ თემაზე მინდა მე ვისაუბრო დღეს, რომ ჩვენ შევძლებთ თუ არა და რამდენი დრო გჭირდება მომზადებისათვის, თქვათ რომ მომზადდეს რეზერვის ასეული, ბატალიონი, ბრიგადა. ერთი ბრიგადა რომელიც ომობს, მაგრამ აი ჩვენ დავთვალეთ, ხო, რამდენ ხანს შეიძლება ბრიგადა შეიძლება რომ შეავსო ერთი თვე.
ერთი თვე ბატალიონის მეთაური, რომელიც შეძლებს შემდეგ ის უნდა გამოვიდეს ბრძოლის ველიდან და ის უნდა შეიყვანო უკვე ახალი ძალები. აი მითხარი რა თქვენ როგორც სამხედრო კომისარი, რომელსაც ეს ყველაფერი გევალებოდა, მანამდე თქვენ იმსახურე ძალიან დიდი და ბევრი დრო შეიარაღებულ ძალებში. თქვენ მაგალითად აი მე და თქვენ ერთად ლენინაკანში ვსახურობდით მაშინ გიუმრიში დღევანდელში და იქ ჩვენ მიწერილობა გქონდა ის კომპლექტი, ამ 4 კომპლექტი იყო თუ გახსოვთ თქვენ, თითო თანამდებობაზე სამოქალაქოდან სომხეთის ლენინაკანის, ახურიანის, გუკასიანის, ამასის რაიონებიდან და ამის რაიონიდანაც კი მეოთხე ბატარეაში რო ვიყავ. მოდიოდა შევსება და იქ იყო 4 კომპლექტი. პირველი კომპლექტი, მე მეორე შევსებაზე, მეორე კომპლექტი, მესამე, მეოთხე. მე ბევრ დროს არ საგიტო, მაშინ როდესაც თუ კითხვები გამიშტება, ჩავერთვები, თუ არა და აი მინდა რომ მთლიანად ეს როგორ უნდა მომზადდეს. ამაში უნივერსიტეტები დღეს რომ არაფერი კათედრები არ არის, ის დეფიციტური სპეციალობები, რომლებიც სულ შეიძლება შეერაღებულ ძალებს ერთდროულად ჭირდება 20-50 სპეციალისტი. ამისთვის კათედრა ხო არ გაიხსნება, მაგრამ კათედრაზე სადაც იქ იქნება, ციკლი გაიხსნა, სამხედრო კათედრა, ამ კათედრაზე ციკლი, ინჟინრის, კავშირგაბმულობის და რა ვიცი რა ქიმიკოსის და ასე შემდეგ. აი გავიგებ მაგრამ მოგესალმებით. მესალმებით კონდაყურებელს. ისეთ მაგრამ ახლა თლიანად ახლა დრო არც გვეყოფა, აი ის რო აუხსნა და როგორ, მაგრამ მინდა დავიწყო. მინდა ოფიცრებით დავიწყო. დავიწყო როგორ თვით აი ერთი კითხვა და მე გავჩერდები. აი აფხაზეთის ომში, ჩვენ აფხაზეთში შევეხებით იმ თქვენ იყავით იქ არც ერთი ასეულის მეთაური, არც ერთი ბატალიონის მეთაური, არც ერთი ბრიგადის მეთაური იქ სამხედრო პირი არ ყოფილა. თუმცა იყო ეს საშუალება იყო, მაგრამ ის ჯარისკაცებით, რომელიც იქ იყო, პირველი 6 თვე იყო რაღაცა მორგებული სპეციალობები და ისინი და შემდეგ ეს ყველაფერი გაქრა. აი ეს მინდა რომ არ არის კადრის ოფიცრები რა. გაიგეთ, მაგრამ ახლა იმიტომ ყველაფერს ხო დროც არ გვეყოფა. მე მინდა ავიღო ბატალიონი. აი ბატალიონი. რა არის ბატალიონი? ეს არის შედგება ასეულებისგან და ბატალიონი. ეს ქვედანაყოფია. მოდი დავიწყოთ ოჩამჩირის ბრიგადის მიმართულება. ჯობია ყველაფერს. ეცეთ რა არის ბატალიონი? რა წარმოადგენს ბატალიონი? ბატალიონები შედგება ასეულებით ბატალიონები და მთელი ავიღოთ ფრონტი რო ავიღოთ არის საბრძოლო ქვედანაყოფი, რომელსაც პირადად ჯარისკაცი იბრძვის. ეს ვინ არის? ეს ლეიტენანტები არიან, სტარში ლეიტენანტები არიან. ბატალიონის რომის შედის ბატალიონში 20 მეთაურები, 100 მეთაური, რომელიც იმყოფებიან წინა ხაზზე. ყველა იმყოფება ის შტაბები და ფრონტები ის იმყოფებიან უფრო ზურში და ეს არის ქვედანაყოფი, რომელიც იმყოფება პირდაპირ აი მასე. გაჩნია ახლო ამოცანა, მომდევნო ამოცანა, თავარი სტრატეგიული მიმართულება. რომელიც ჯარისკაცი აკეთებს ამას. ბატალიონში რამდენი კაცია ბატალიონში? 350 კაცი. ბატალიონში რა არის? 3 ასეული. ბატარეა, მინამიოტნი ბატარეა არის, პროტივტანკოვი ვзвოდი არის, სადაც 30 ოფიცერი. 30 ოფიცერი მარტო აი როგორ გითხრათ პრიგამანდიროვანი რო იტყვიან, პრიგამანდირო. ხო, მივლინებული, რაბოზე ბატალიონს აქვს მივლინებული ტანკავე ასეული. ეს არის ასეული. მივლინებული აქვს საარტილერიო ბატარეა კიდევ. და გამოდის აი ბაევაია გრუპა რო დღეს რო არის ბაევაია გრუპა გამოდის რაღაც 500-600 ადამიანი. 500-600 ადამიანს ყავს სადღაც მინიმუმ 50 ოფიცერი. 50 ოფიცერი ყველა ლეიტენანტები და სტარში ლეიტენანტი და კაპიტანები. მარტო არის ერთი არის პატპალკოვნიკი, ბატალიონის მეთაური, შტაბის უფროსი არის მაიორი და ზამპოვარტილუ არის მაიორი. სხვა არის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, აი ბრძოლაში არიან.
ბრძოლიდან კი არ გამოდია, აი, რო იტყვიან, წინა ხაზზე არის. ხო, წინა ხაზზე არიან. ეს არის 50 ოფიცერი. აი თქვენ რო თქვით, 50 ოფიცერი, აი მაგალითს მომყავს. არ მინდა აი რაღაცა შეფთურ რაღაც. თელ ჯარზე ლაპარაკი, აი ვიღებ ამ ბატალიონს შეტევაზე ეს 500 კაცი, 500-600 ყავს 50 ოფიცერი. მაშინ მოდი ისაც ვთქვა, ფრონტი რამდენი აქვს ბატალიონს შეტევის? დავდაცვის და შეტევის. გასაგები, არა მიშლობთ, ბატალიონია ეს. არა, რო წარმოდგენა ხო, გასჭია რელიეფს გასჭია, ადგილს ადგილთიანი ადგილია ის არის. 5 კილომეტრამდეა თავდაცვა ბატალიონი. 50 ოფიცერი, აი თქვენ რო თქვით, ახლა შეტევაზე რომ მიდის, ბატალიონი მიდის. აი შეტევაზე წავიდა. 1-3-თან მიდის, ბატალიონი მიდის შეტევაზე, მიდის 1-3-თან, დანაკარგი. 40-60%-მდე პირველი შეტევა და 40-60 შემტევი 40-60% პირადი შემოდგენილობა როგორც რიგითი ისე ოფიცრების არ არის მე მომდევნა მოცანა მე სტრატეგიული მე რაღაცა ეს ადამიანები არ არის კითხვა ისვება ვინ შეცვლის ამ ხალხს შენ წახვედი აი ხალ პრეზიდენტი თავარ სარდალი და ოფს ატარებ. ვინ შეცვლის ამ ხალხს? რეზერვი ყავს. ავიღოთ საქართველოს ავიღოთ. არ მინდა ხო ის სხვა ქვეყნები. საქართველოს ავიღოთ. რეზერვი ყავს. ვით შეცვლა ხალხს? მოდი ნაურე ჩვენ ხალხმა კარგად რო გაიგოს. ყოველთვის შეტევის დროს არის 2 ეშელონი მინიმუმ. ხო. შეტევის. აი პირველი მოყევი უკვე შენ პირველი ეშელონი რომელიც გადავიდა შეტევას და 50-დან როგორც შეთქვეს 70%-მდე ორი ეშელონი ორი ასეული მიდის წინ მესამე ასეული მიდის უკან მაგრამ უყურე ის ორი ასეული წავიდა ის დამახსოვრდა ეს ბატალიონზე ხო ბატალიონს ლაპარაკ ბატალიონს არა პირველი ხაზის ბატალიონი რომელიც შეტევაზე გადადის ის ორი ეშელონია ორი ასეული წინ ერთი უკან და მე ვლაპარაკო ამ ბატალიონის მეორე ეშელონი კი მეორე ეშელონი კი ის კიდევ ბატალიონი ამის ბატალიონის 70% შენ ამბობ დაიღუპა შეტევის დროს ესე იგი უახლოესი ამოცანის შესრულებამდე ან შესრულების შემდეგ ბრძოლაში უნდა ჩავითეს მეორე ეშელონი ხო იმასაც თავისი დანაკარგი ხო დანაკარგი იმასაც დანაკარგი მესამე და მეოთხესაც დანაკარგი მაგრამ საკითხი ისმება კითხვა რითი ბრიგადა რამდენ პროცენტ ოფიცერს კარგავს საშუალოდ შეტევის დროს აი 15 კილომეტრი აქვს ფრონტი შეტევის რამდენს კარგავს საშუალოდ აი შენ თქვი 70 ნუ 40-60% პლუს მინუს 40-60 ეს ხო დანაკარგია შენ მაგრამ ვითი ცული ამას შენ თუ შენ არ გაგაჩნია რეზერვი. ხო რეზერვი გაგაჩნია. სადა საქართველოს დღეს აი რეალობა იყო. საქართველოს დღეს ოფიცერთა რეზერვი გააჩნია თუ არა. მომზადება ოფიცერის მომზადება ის რომ ბატონგურა აკადემია რო უშვებს ვის 150 კაცი სადაც დეფიციტია შტატის იმან შეავსო იმან თქოს შეავსო მე ვლაპარაკობ იმ რეზერვზე რეზერვს ვინ ამზადებს ამის ის მექანიზმი ხო არ არსებობს არ არის მექანიზმი იმიტომ იყო საბჭოთა კავშირში რომ ინსტიტუტები ამზადებდნენ დასავლეთში ხო 20 მეთაურებს არა ხო არ ამზადებდნენ ბრიგადის მეთაურებს და გენშტაბებს რაღაც ამზადებდნენ 20 მეთაურს ნაჯი ინსტიტუტები ამზადებდნენ 20 მეთაურს ყველა ინსტიტუტი სამოქალაქოს კაფედრები ქონდა და ამზადებდნენ 20 მეთაურ და 100 მეთაურებს ამზადებდნენ ეს ხო მოშლილია то есть ახლა ომი რო გაწარდეს საქართველოში ჩვენ რეზერვი ოფიცერთა რეზერვი ის 40-60% რომელიც ადამიანი შეტევაზე დაიღუპება რითი ვცვლით პრაქტიკულად ხალხი არ არის რითი შევწეთ რითი ნუ ჩვენთან ახლა ოფიცრების რაოდენობა 10000 იქნება მე რეზერვიანა იმიან არის საქართველოში რაც არის მაგრამ ვინ ამზადებდა ამას ანუ ნუ თქვათ ვის თადარიგში გავიდა და იმათი ისინი არა თადარიგში გავიდა მაგრამ იცი ვის თადარიგში გავიდა ბატონგურა მოვიდა ეს ლეიტენანტი მოვიდა ის თადარიგში იმსახურა წელიწადი 2 10 15 გახდა 40 წლის 30 წლის ის უკვე 60 წლისა ის უკვე თადარიგში მიდის
ის უკვე იმ 20 მეთაურის როლს ვერ შეასრულებს, იმ პატარა ლეიტენანტის როლს ვერ შეასრულებს, ის უკვე ხანში შესული, იცი, ეს სულებადი ეს. ბატალიონებში ხო, იცვლება, მაგრამ შენ რეზერვ რიტმში შეასრულებს ის 40. ნუ ესეც ხო რეზერვია ოფიცერი. ხო, 40-60% რიტმი უნდა შესრულა, იმიტომ აუცილებელია ბატონო გურამ საქართველოში იყოს კაფედრა. ჩვენი უნივერსიტეტი რო არის თბილისის უნივერსიტეტი, იქ უნდა დაარსდეს კაფედრა, ტექნიკური ინსტიტუტი რო არის, იქ უნდა კაფედრა, ორი სასწავლებელი, სადაც მოამზადებენ, საზღვაო? მაგრამ ის იმასაც გეტყვით, საზღვაო, აი მე გეტყვით ახლა რა სპეციალისტები გჭირდება ჩვენ? აი ქვეითი ჯარის სპეციალისტი, სატანკო, артиллерия, ჰაერსაწინააღმდეგო, ავიაცია, სასვადო და კავშირგაბმულობა. ეს არის აუცილებელი. საბრძოლო ქვედანაყოფები აქ. საბრძოლო ქვედანაყოფები. ხო, საბრძოლო ეს აუცილებელია. ეს აუცილებელი. იმიტომ ორი ინსტიტუტი, აი ჩვენი უნივერსიტეტი, თბილისის უნივერსიტეტი და ტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია მოამზადოს. სხვანაირად, ბატონო გურამ, არ არსებობს როგორ უნდა მოამზადოს ჩვენ სპეციალისტები, ოფიცრები. გამორიცხულია. კარგი, აი თქვენ რამდენ აი თქვათ ხვალისთვის დაგვიძახეს, თქვენ დაგვიძახეს და გთხოვეს რომ შეადგინეთ ჩვენ რა დონის თქვათ 300,000-იანი ჯარისთვის რა სპეციალობები გვჭირდება და ამ სპეციალობების მომზადებისთვის გაიხსნას კათედრებზე გაიხსნას ციკლები იმ სპეციალობების მიხედვით, აი თქვენ რა შესთავაზებდით, რომელ უმაღლეს სასწავლებლებს შესთავაზებდით და იქ ხო თქვენ უნდა დააკომპლექტოთ იქ ოფიცრები. ნუ ახლა ბატონო გურამ კათედრების ოფიცრებიც ხო თქვენ უნდა დააკომპლექტოთ. ნუ ახლა საძებნი არა ჩვენი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რამდენი უნივერსიტეტი გჭირდება ამისთვის? ორი საკმარისია, ორი დიდია ჩვენი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ გჭირდება სპეციალობა ზღვის. ხო. ეს ფაკულტეტი გაიხსნება ეგრე ბათუმში ხო არის საზღვაო. აი იქ გაიხსნება. იქაც ავიაცია აგერ არის ავიაცია ისიც გაიხსნება. აგერ ჩვენი უკვე 4-ია რასაც თქვენ. აი ტექნიკური ინსტიტუტი ეს ხო ინჟინერი, მაგარი სპეციალისტები არის. გაიხსნება ჩვენ ამას მერე დიდი დანახარჯიც არ არის. ეს სტუდენტები ხო მაინც სწავლობენ. დიდი დანახარჯი არ არის. ორი კაფედრა რო გაიხსნას ორი კაფედრა ის 5-6 ციკლი რო გაიხსნას, აი მაგის საკმარისია. სხვანაირად, იცი, ბატონო, ჩვენ ხარ სახელმწიფო ვარ, ჩვენ სუვერენი სახელმწიფო ვარ. თუ რა სახელმწიფო ვარ სუვერენი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. სხვაგან არ გამოდის, როგორ გამოვა მაშინ? აი რომ მოხდეს რაღაცა, რომ მოხდეს, როგორ? ეს რა ვიცი ახლა ბატონო, ახლა ხელისუფლება ამაზე ხომ და იფიქრა, ახლა რეფორმები რო ტარდება, აი უნდა ჩატარდეს რეფორმები. ის თქვენ რო თქვით, აკადემია რო არის, ის არ იძლევა იმ განათლებას. ის საერთოდ არასწორად არის. არასწორად არის. ეს არასწორად არის. სასწავლო ცენტრზე ბატონო, 73 უმაღლესი სასწავლებელია საქართველოს. 73. რა იქნება თლიანად რო იყოს სამხედრო აკადემია, თლიანად, არა რაღაცა ბაკალავრის იმას აძლევენ სპეციალობას, ბაკალავრის აძლევენ. თლიანად რო იყოს. ახლა ამთავრებენ აკადემიას 4 წელიწად ამთავრებენ, მერე მიდიან კურსებზე 70 კვირას კიდე გადასწავლება მისდა 30 კვირა. 30 კვირა მერე მიდის სპეციალიზება. ნუ რა ისთვის რატომ? უთქვათ ხო შეიძლება რომ იყოს ერთი აკადემია სუფთა სამხედრო. რამდენი წამდა ბაკალავრი გამოუშვა, მიგე 73 სასწავლებელი საქართველოში. არა, მე თქვენ დაამთავრეთ ხმელნიცკის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი, მე თბილისის. ჩვენ ორივე რო დავამთავრეთ, ვართ ინჟინრები. ესე იგი, ყველა სასწავლებელში არის თემატური და საათობრივი გათვლა, სპეციალობა, რომელიც შენ გინდა მიიღო, რომ ეს სასწავლო დრო, რომელსაც შენ დახარჯავ, რომ ეს დრო იძლევა სასწავლებლებს იმას, რომ შენ დაამთავრე უმაღლესი მათემატიკა გაიარე, შენ თეორიული მექანიკა, მასალათა გამძლეობა, გიდრავლიკა, პნევმატიკა, აი ტექნიკური მეტალების დამუშავება და ასე შემდეგ. ეს არის ის რომელიც ინჟინრის სპეციალობას გაგებს. და შენ როგორც სამხედრო, გინდა თუ არ გინდა, შენ ყველაფერი რაც კი არის ჯარში, ტექნიკა, ყველა არის საინჟინრო ნაწარმი. ის არ არის სადღაც იქიდან ყველაფერი
თუ ტანკი არის ის მაგალითად ტრაქტორი რა პრობლემაა ტექნიკური უნივერსიტეტში ფაკულტეტი რო გაიხსნას და ის მოამზადონ ის 20 მეთაური ხო ჩვენ არ ვამზადებთ გენშტაბის ვამზადებთ 20 მეთაურებს და 100 მეთაურებს ბატონო თქვენ საბჭოთა დროს აი რომელ გულრიფშიდან აი რომელ ნაწილზე რა სპეციალობებს აწვდით თქვენ ხონდა დააკო ესე იგი ჩვენ კომისარიატები დღეს უბრალოდ იწვევენ ჯარში და მე ვიღაცა უნდა ეძებოს რომელ სპეციალისტი გამოიყვანოს აი თქვენ მიწერილი ქონდათ ხო ხო სპეციალისტები მიწერილი იყო და თქვენ რაღაცა სპეციალისტები უნდა მეგეწოდებინათ რომელიღაც კონკრეტულ ნაწილისთვის აი თქვენ ვისაძლევდით ამ ნაწილს და რა სპეციალისტებს ახლა როგორ იყო ახლა ჩვენ დასავლეთ საქართველოში და აფხაზეთში ქვია სამხედრო ნაწილი არ იყო მარტო ავიაცია იდგა იმაში გუდაუთაში ჩვენ კომპლექტს უგზავნიდით ქუთაისის დივიზიას ეს ერთი მეორე ქუთაისის კორპუსს უგზავნიდით იმას საზღვაოს ფოთის იმას პორტუსთან უგზავნიდით უგზავნიდით ახე ის დივიზიონი იყო საზენიტოს ეს ფორმირებოდა ოჩამჩირის ხო ოჩამჩირის პოლკი ფორმირდებოდა საზენიტო პოლკი აი ეს ყველა იყო ეს ხალხი მიწერილი იყო იქ ყველა მიცოდა ყველა გვარი სახელი ყველა გუდაუთაშიც აგზავნით ხო ყველგან ჩაწერილი იყო ვინ სად მიდიოდა მიდის დაპუსტი 100 კაცი ანუ თქვენ დავალება ქონდა მიწერილი იყო ყველა ვინ რომელ თავამდე ვუსები ეწერა იქ რომელი ვუსია ის არტილერიისა პიხოტინეცია ვოინსკა უჩოტნა სპეციალნას ეს უკვე იცოდა ეს მიწერილი იყო და რომელზე აგზავნიდნენ უთბადა არის რომ მე თავისუფალი რესურსი ხო იყო ეს სხვა მომზადება იყო იქვე კურსებს ატარებდა მაგრამ ეს ვინც მიწერილი იყო ის პირდაპირ მიდიოდა სამხედრო ნაწილში ის უსპად მიდიოდა აი პრიზი რო ეს სამობილიზაციო მოთხოვნა იყო იმ ნაწილის მოთხოვნა იყო აბა სხვა დივიზია ხო იყო კადრიროვანი დივიზია ხო ახლა პოლკი იყო 2500-მდე ხო მიდიოდა მაგრამ იყო და ახალ იმას პოლკებს ბატალიონებს დივიზიონებს თქვენ კომპლექტებთ რამე ხო ისიც მიდიოდა ყოველთვის იყო ის თქვენ რო თქვით 4 კომპლექტი, ერთი კომპლექტი ხო წავიდა, მეორე კომპლექტი მიდის, მესამე მიდის, მეოთხე, თუ საჭირო მე-5-ს და მე-6-ს და მე-7-ს იყო და თუ იყო მომზადება იყო სპეციალისტების. იმიტომ ძალიან ბევრი სპეციალისტი ჭირდებოდა. ხო გითხრა იმიტომ არის დანაკარგი რო არის 40-60% შემადგენელი ოფიცრების შემადგენლობის დაკარგი, იმიტომ ის აღდგენილი უნდა იყოს. კომისარიატში აი თქვათ გულირიფშის კომისარიატი, ხო? რა სპეციალობებს ამზადებდა? თქვენთან აი ხო იყო თოსააფი თუ რა ქვიოდა იმას ხო ეს ორგანოები რა სპეციალობები ზღოლები რაღაცები ისინი რომელიც უკვე მომზადებული სპეციალობებით მიდიოდნენ დანიშნულება აი ეს დოსაფი ამზადებდა შოფრებს ამზადებდნენ ელექტრომექანიკებს ამზადებდნენ დაპუსტი ფოთში ვადალაზებს ვენემარსკი ფლოტი ხო აი ეს ყველა სხვადასხვა სპეციალისტებს ამზადებდნენ იცი ჩვენთან ამზადებდნენ შოფრებს ამზადებდნენ ელექტრომექანიკებს ამზადებდნენ იქ აკვალანგები იყო იქ და ამ დოსაფი ხო მარტო ის არ იყო შოფრობა და ის ტექნიკური უზრუნველყოფა იყო და ავიაციას ჰქონდა დოსაფს ჰქონდა ავიაციის განხრები ჰქონდა ყველგან ამზადებდნენ ტექნიკური მოსამსახურების ნაწილები ამზადებდნენ ყველგან იცი მე პლუს სამოქალაქო თავდაცვა სამოქალაქო თავდაცვა ეს ხო სამოქალაქო ეს ხო შტატის იყო ოფიცრები იყო ყველაფერი ეს რეზერვები ჰქონდა პროტივაგაზების ის სამედიცინო ის მე ეს ყველაფერი გამზადებული დაალაგებული იყო რომ ყველა ამზადებოდა ომისთვის და სხვანაირად არ გამოდი აი გულირიფში თქვენ ერთ გაწვევა ორჯერ იყო წელიწადში ერთ გაწვევაზე რამდენ სიწვევდით ერთ გაწვევაზე გაწვევა იყო 250 300 კაცამდე ერთი გაწვევა ესე იგი წელიწადში 500 გააშდა რაიონს გააშდა როგორ რაიონი რა რესურსი იყო არა თქვენზე გეკითხები დიდი რაიონი ბახტუმის რაიონი უფრო დიდი იყო უფრო მეძღარი ნუ ახლა თბილისი რო ავიღო და თბილისი დიდი ქალაქი იყო და უფრო ისე იყო თბილისის რაიონები და უფრო და გაწვევები ნუ სადღაც იყო თელი საქართველოს თუ გახსოვთ 20-25,000 ერთ გაწვევა ხო 20-25,000 გაწვევა ესე იგი წელიწადში 50,000 გაწვევა იყო ხო ასე იყო და ჩვენ დღეს ჯარისკაცების რაოდენობა 10,000 ხო და ამას ხომ ყველაფერს ხომ მომზადებო ისი ხო არ ხდებოდა ეს ჰაერში ხო არ ხდებოდა
ჰერსეთ დღეს უკვე ეს აი რასაც მეუბნები და მოშლილია ყველაფერი სანამდე ჩვენი ინსტიტუტებს არ გვეხსნება ну პრაქტიკულად ბატონო გორა ჩვენ სპეციალისტებს ვერ მოვამზადებთ ოფიცრებს ვერ მოვამზადებთ სანამ არ იქნება კაფედრა ეს აუცილებელია თუ გვინდა ჩვენ ჯარი თუ გვინდა სუვერენიტეტი ვიყოთ სუვერენი სახელმწიფო ვიყოთ ჩვენ გვინდა ჯარი ამიტომ აუცილებელია ჩვენი უნივერსიტეტი თბილისის უნივერსიტეტი და ტექნიკური ხო ოფიცრები იქ უნდა მომზადდეს ხო და სხვანაირად არ გამოვა ბატონო არ გამორიცხულია შენ ოფიცრებს ვერ მოამზადებ და ეს დანახარჯი არ არის დიდი დანახარჯი არ არის სტუდენტი მაინც ხო სწავლობს კი მაინც სტუდენტი მაინც ხო სწავლობს მაინც სწავლობს უწინაც ხო იყო კათედრაზე ამერიკაშიც ასეა ნუ ახლა რამდენი ახლა კაფედრაზე ახლა რამდენი იქნება ნუ 10-15 კაცი მეტი ხო არ იქნება ნუ იყო სხვა 50 კაცი მომამზადა თქვა იმან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნუ 50 ორივე მესამზადებს რა როგორ კაცი არა თვითონ ახლა ოფიცრები რომელსაც აი ინსტრუქტორები რომელსაც ასწავლიან ამას ნუ 50 კაცი ნუ 100 იყოს რა არის სახელმწიფოს 100 კაცი რა არის რა ხელფასი ვერ მიწევს არა სტუდენტები რამდენი სტუდენტი ყავს თუ ის სტუდენტი გაწვევას ექვემდებარება то есть რო დაიწყოს ომი იმას ხო გაიწვევენ ჯარში ესე იგი ჯანმრთელობა ყველაფერი უწყობს ხელს იმას უნდა მიიღოს ეს განათლება და ეს რეზერვში უნდა იყოს ჩარიცხული სხვანაირად ბატონო აი ომმა ახლა ომმა იცი რა ოფიცერი როცა იცის ოფიცერი რა უნდა გააკეთოს შეიძლება უნდა არ მაგრამ რა უნდა გააკეთოს ჩვენ ომის დროს აი მოგიყვანთ აი ახლა არის მარტი 16-17 მარტი ხო აი რა ბრძოლები იყო რა ჩვენმა ბიჭებმა რა ვაშკაცურად იბრძოლეს შედეგი ტერი დამარცხებული იყო ბატონო ტერი იყო დამარცხებული ჩვენ შეტევაზე არ წავედით განა სამხედრო ამას დაუშვებს სამხედრო კაცი ამას დაუშვებს ბატონო ტერი დამარცხებულია ჩვენ უნდა ავსულიყავით ჭორშინ იაზიგზე ზევით ავსულიყავით და დაგვეყვაპა ეს არ გავაკეთეთ ეს ჯარისკაცი ბრალი კი არა ბატონო ჯარისკაცმა ვაშკაცურად იომა ჯარისკაცმა მეთაურების ბრალი იყო და მეთაურმა ვერ მოტვინა მასე არ იყო ნაური მე გეტყვი როგორ იყო რატო 15-17 მარტის შეტევის დროს როდესაც აფხაზურმა მხარემ ძალიან დიდი დანაკარგი და დამარცხება განიცადა მინისტრთა საბჭოს აგარაგებზე იქ სადაც შევარდნაძე იმყოფებოდა ჩატარდა თათვირი ამ თათვირზე სიტყვით გამოვედი მე მაშინ ვიყავ მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი მე მეკუთვნოდა ეს ვალერი ქვარაია მე უშიშროების ის იყო მინისტრი იმ დროინდელი აფხაზეთის და კობაკობლას და ისინი იყო გენო ადამია იყო ბათიაშვილი იყო ბევრი იყვნენ იქ ვინც იყვნენ მოხსენება გავაკეთე მე მოხსენების დროს მე გავაკეთე აი ასეთი მოთხოვნა რომ უნდა გადავიდეთ მოთ შეტევაზე ჩვენ იმ ქვედანაყოფებიდან რაც იყო ხო დავტოვეთ ის რაოდენობა რომელიც თავდაცვას იქ დაიცავდა როგორც მეორე ეშელონი და კონცერტევაზე გადმოვიდო და მოწინააღმდეგე და დანარჩენიდან ჩვენ შევქმნეს სამარშო ასეულები თითო ბატალიონი და გაძლიერებული სამარშო ასეული აქ სამტრედიაზე გიაყარყარაშვილი იდგა თამაში 1500 კაცს რომელიც მოდიოდნენ ისინი არ გაჩერებულან და ამ მოხსენებით მე გეგმა გავაკეთე როგორ უნდა გავსულიყავით და როგორ უნდა ავსულიყავით აი ეშერაზე არის ასეთი ოშენიაზი იმ გზაზე აი სერპანტინები რომ არის და ფრონტი 63 კილომეტრიდან უნდა გამხდარიყო 7 კილომეტრი ამაზე მე გავაკეთე ამაზე მოხსენებაც მაგაკეთებული ამაზე არაერთხელ მე და დათო გულუა ვიყავით ძველ სტუდიაში იქ ვილაპარაკეთ ამ თემაზე ამ მოხსენებაზე ესე იგი ვალერი ქვარაია მე ეს მივედით იმაზე რომ ეს შევარდნაძე იყო ვინც ისმენდა როგორც უმაღლესი მთავარსარდალი რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ შეტევაზე ну აქ გამოვიდა გენო ადამია და თქვა რომ არაო ჩვენო ტყარშელში ყავს ძალებიო იქო მოტონამდე შეიძლება ზურში ჩაგვარდღასო ასე და ასე შემდეგ მე დათო გულუასთან ერთად ეს საკითხი გავიარე უკვე აქ და დათო გულუა მეუნება რომ გენო ადამიანს და მეო რომ შემოვდიოდით ამ იმისო აგარაკებზე თვითონ ეზოშიო იქ შევარდნაძე დახვდავა
და გვითხრაო რომ ჩვენო ბრუცკოიმო იქიდანო გაგვაფრთხილაო როგორც კი ახვალთო და შეერაზე მიხვალთო დაუბომბავ თბილისო და ამიტომო ჩვენო კონცერტების გაკეთებაო იქეთ არ შეგვიძლიაო მე მაგალითად არაფერი არ ვიცოდი ვალერი ქვარაიამ არაფერი არ ვიცოდი თუ ვარელი ქვარაია იყო კორპუსის მეთაური და მე ვიყავი იმ კორპუსში როგორც შტაბს ხელმძღვანელობდი და აი ეს შტაბი რომელიც იქ იყო ეს მთელი მას ეკუთვნოდა აფხაზეთში საომარ მოქმედება ამ შტაბმა მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება პირადი შემადგენლობას მოამზადეთ მეთაურებთან პირადად მე ჩავატარე ყველა მეთაურთან ჩავატარე ესე იგი არა მარტო თათბირი საბრძოლო დავალება პირადი შემადგენლობა რომელიც ამოკრიბე რომელიც კონჩეტევას უნდა გადავიდეთ იმიტომ წინ არავინ არ იყო დაზვერვა ჩვენი რომელიც გავაგზავნეთ ეშერას იმ გზამდე არავინ არ იყო იქ ამ შეტევაზე ჩვენ როდესაც გენო ადამიანს შემდეგ თქვა რომ ჯერო ის უნდა მოვიჩოროთ რაც არისო კიდევ ერთხელ გამოვედი მე კიდევ ერთხელ მოხსენება გავაკეთე და ვთქვი რომ სიტუაცია აი ასეთი შეიქმნა აქ მოწინააღმდეგე აქ დამარცხებული არის მოწინააღმდეგე გაფანტული არის მოწინააღმდეგე ძალიან ბევრი დაკარგა ამ აჩადარას ხიდთან შემოტევის დროს და რკინიგზის ხიდთან შემოტევის დროს იქ მე-6 ბატალიონი იდგა იქ იდგა მუკბანიანის ბატალიონი მეორე ბატალიონი იდგა პირველი მე-3 ბატალიონი ზევით აჩადარას ხიდთან იდგნენ ესენი ეშელონირებული იყვნენ მეორე ეშელონში სამხედრო პოლიცია იდგა მთელი ეს ზონა გაკეთებული იყო ჭოჭუა მთელ არტილერიას ხელმძღვანელობდა ამ დროს ჯიშკარიანი ნოდარი ხელმძღვანელობდა ბრიგადის артиლერიას კორპუსის ბაგმარაში იდგა ბრიგადის артиლერია იყო მატარებელზეც იყო რომელიც ტუნელში შედიოდა გამოდიოდა საარტილერიო უზრუნველყოფა იყო უმაღლეს დონეზე აი როგორც წიგნებში წერია აი ასეთ დონეზე იყო გაკეთებული ის პოზიცია შეიქმნა შემდეგ ამ პოზიციაზე შევარდნაძემ გააფრთხილა გენო ადამია გააფრთხილა და გენო ადამიანს მოყვებოდა დათო გულოა შეუძლია გამოვიდეს და ილაპარაკა სხვადასხვა ილაპარაკა მაგალ იმ გადაცემაში ილაპარაკა და შემდეგაც ამბობდა რომ ეს ასე იყო ასე და ეს კონჩეტევა არ ჩატარდა ისევ შეიკრიბა ჯარი ისევ ჩამოყალიბდა ახალი ისინი მიმართულება ტყვარჩელის მიმართულება ამ ტყვარჩელის მიმართულებაზე დაინიშნა სარდლად გია ვაშაკიძე აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდა მაგრამ ის ჯარები რომლებიც ჩამოვიდნენ ისინი უკვე შეცვლას ითხოვდნენ და ის რაც გია გარღარაშვილმა ჩამოიყვანა რომელიც კინჭში იდგა ხო ტამიში კინჭი და კოდორის ხეობის იმან კოდორამდე აი ამ თელეს მონაკვეთზე პირველი საარმიო კორპუსის საბრძოლო ამოცანა და ოჩამჩირის 24 ბრიგადის ოჩამჩირის მიმართულების საბრძოლო ამოცანა რომელიც ღალისგიდან დაწყებული და იყო ტამიშამდე აი ეს მონაკვეთი ესე იგი ვერ შეიქმნა თანხმედრა ამ ჯარების მომზადების ვერ დალაგდა ისე რომ ერთდროულად ესენი მომზადებული იყვნენ ერთდროულად გადასულიყავ შეტევას ოჩამჩირის იგი გადავიდა შეტევაზე და ეს შეტევა გაჩერდა იმიტომ რომ ის ფლანგი რომელიც უნდა წამოსულიყო ეს ვერ მომზადდა აი რასაც მე და თქვენ ახლა ვლაპარაკობთ ოფიცრები არ არის მომზადებული კადრები არ არის ჯარი მომზადებელია ისე პირველად თოფიხეთში დააკავინო და წახვიდა წაიყვანო ეს საბრძოლო მოქმედების და ამოცანის შესასრულებს ის ვერ შეასრულებს ამას იმიტომ მას არ აქვს გამოცდილება და ცოტა ახმიდა გავამახვილო იქ შეტევა რომ მიდის შეტევა ოფიცრები რო ყოფილიყვნენ ის ოფიცერი რომელიც დასწავლია იცის რა არის შეტევა რა არის თავდასხმა ის ოფიცერი გადავიდოდა წავიდოდა ტოშიძეაზიგზე არ დაელოდებოდა ახშავადეზას არავის არ დაელოდება მაგრამ ის ოფიცრები რო მომზადებული რო არ იყვნენ რო არ იცოდნენ იმიტომ მოხდა და სხვები ხო გავიღე მასი არა ნაურა ოფიცერი რომ მომზადებული არ არის შეიძლება 5 ოფიცრიდან 3 არ იყოს მომზადებული მაგრამ 2 მომზადებულია ეს უკვე წარმოადგენს ბირთვს აი სამძოლო ბირთვს რომელსაც ესე იგი სწორდება მაგრამ სამივე რო არ არის მაგრამ როდესაც შენ ოფიცრები შეიძლება მოამზადე თქვათ ის რომელიც ბრძოლაში მონაწილეობდა ისინი მომზადებულები არიან ისინი რომელიც მოდიან ისინი მომზადებულები არ არიან იმათმა არ სწავლები ჩაიარეს იმათმა არ სწავლებები ჩაიარეს ერთთვიანი სწავლება უნდა ჩაიაროს როგორც მინიმუმ იმისაც რომ ჩამოყალიბდეს ბრიგადა მთელი სწავლება უნდა ჩაიაროს და ოფიცრები თავის პირად შემადგენლობას უნდა ისმენებდეს და არა იქ იცნობდეს ბრძოლის ველზე როცა გადის ხო გესმის რაზეა ლაპარაკი ამიტომ ეს თანხმედრა და მათი ურთიერთმოქმედება ვერ ჩამოყალიბდა ეს ისინი მზად არ იყვნენ ესენი მზად იყვნენ ესენი მზად რო იყვნენ ისინი ჯერ შემოსული არ იყვნენ ფაქტად ჩვენ მტერი აი მარტის ჩვენ მტერი დავამარცხეთ
ვაშკაცურად ჩვენმა ბიჭებმა ისე ჩვენ იბრძოლეთ. ყველა ბრძოლა, არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია აფხაზეთში. ვიბრძოლეთ და შედეგი რა გამოვიდა? გამარჯვებული აფხაზი გამოვიდა. იცი, ჩვენ მტერი დავამარცხეთ მტერი, სხვერპლი გავიღეთ და გამარჯვებული აფხაზი დარჩა. იგივე კითხვა, რატომ? აი იქ კითხვა, ჩვენ ვიბრძოლეთ ვაშკაცურად, რაიგე? და გამარჯვებული დარჩა აფხაზი, რატო გარჩა? რატო? იმიტომ შავარდაძეს ასე მოუნდა. იცი, შავარდაძეს მოუნდა. ვიღაცა არა, მასეთი მაგისი დაბრალებალა შევარდაძეს ასე კი არ მოვიდა. ჯარი მომზადებელი იყო, საერთოდ ჯარი არ იყო და იქ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იცავდა სოხონს, რომელიც იცავდა ოჩამჭირეს, ადგილობრივი მოსახლეობიდან დაკომპლექტებული ჯარი, როდესაც სიტუაცია უკვე მოლაპარაკდნენ, რომ სამშვიდობო ისინი შეიტანეს, ის სამშვიდობო ერთ მხარეს, მეორე მხარემაც დაარღვია ამ სამშვიდობო გიაღარღის ვაშაკიძე იყო და ვილაპარაკეთ ჩვენ ამ გადაცემაში. ორივე მხარემ დაარღვია ეს და ვიცი ყველაფერი ვიცი და ხალხი უკვე გაყვანილი ტექნიკა გასული ამ იმიდან საბრძოლო ქვედანაყოფები რომლებიც უნდა ყოფილიყო შერწყმული 20-ის მეთაური მისი გუნდი შექმნილი 100-ის მეთაური მისი გუნდი იარაღი ტექნიკა საბრძოლო ამოცანა ყველაფერი დასმული ეს აღარ იყო უკვე ეს ის არის როდესაც სამოქალაქო პირები ჩაერთვენ სამხედრო საქმეში სამხედრო საქმეში და მათ მიიღეს და რამდენი ათასი კაცი იყო იცი მე და გია ყარყარაშვილმა ეს რო გავშალე და მე ბჩეს ბაიბოიჩისლინის სასტავ მიუტანე მას რამდენი იყო 21000 კაცი იყო 21 იქეთა მხარე რამდენი იყო 7000-იც არ იყო იქეთა მხარე მე ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობ შეიძლება არც უნდა ვლაპარაკობდი ამ იმასი იმდენ იმას იმიტომ რომ ეს იყო ყველაფერი სადაც ჩაერია სამოქალაქო პირები ომის წარმოებაში დაიწყეს ომი როდესაც ჯარი ომს ვინ იწყებს მე და თქვენ ხო კარგად ვიცით გადაწყვეტილებას იმაზე როგორი ბრძოლებს მისი ასეული ბატალიონი გადაწყვეტილებას ვინ ღებულობს ასეულის მეთაური ბატალიონის მეთაური ბრიგადის მეთაური და მისი ზემდგომი ხელმძღვანელი მას უმტკიცებს ამას უმტკიცებს იმიტომ რომ მე დავგეგმე მე უნდა ვიბრძოლო და შენ მას ამოცანა და ამის როგორ ვიბრძოლო მე უნდა გავაკეთო მე უნდა გავთვალო რამდენი იარაღი მჭირდება ტყვია წამალი ჭურვი რამდენი ჯარისკაცი მჭირდება ვინ არის მოწინააღმდეგე მე უნდა ვიცოდე რამდენი თუ იქიდან მოდის 100 ტანკი და მე 5 ჭურვი მაქვს მე გავაჭერებ იმას აქვს ვერ გავაჭერებ ამიტომ მე უნდა გავთვალო ეს ყველაფერი ანუ ომს იწყებს ბრძოლა ომს იწყებს სახელმწიფო მაგრამ ბრძოლას იწყებს მეთაური რომელიც სარდალი არის იქ რომელია დაგვაწყებინეს აი ამ მე მოხსენებაზე რომელსაც ვლაპარაკობ ბატონო ეს მოხსენება ზუსტად ისა არ მიწოდა მე თქო არც მიყვარს მე მაგ თემაზე ლაპარაკი საერთოდ იმიტომ რომ აქ არ გვიშვებენ დღევანდელ ჯარში დღესაც იგივე პრობლემაა არც ერთი ოფიცერი შესანიშნავი ოფიცრები ვიცნობ მე ბევრს მათგანს არცაც არ აქვს სრული სამხედრო განათლება არც ერთი კურსი არ არსებობს სადაც კვალიფიკაცია არის კაპიტნის კურსი რაღაცა როცა გავარკვე მე კარგად ვიცი იქ რა არის როგორ უნდა მომზადდეს ისიც კარგად ვიცი როგორ უნდა მომზადდეს ხო მე საბჭოთა ჯარის პოლკოვნიკი ვარ ხო და მე ვიცი ეს როგორ უნდა გაკეთდეს და ეს ამას ვერ აკეთებენ და ვიღაცა სერჟანტი მოდა ასწავლის დასავლეთიდან და ჩვენი კადრის ოფიცრები ყველა მოსწრეს ამაშია პრობლემა ახლა მე აი მაშინ რო შევქენი ბატალიონი ხო ჩამშე ბატალიონი შევქენი მე როგორ გავაკეთე მე წავედი კომისარიატში ავიღე მესამე განყოფილებაში ამოვიკითხე ოფიცრები აი ოფიცრები ხო მაგრამ ოფიცრები ხო ინსტიტუტ დამთავრებულები კაფედრები გასულები მარტო თელი ბატალიონი და არტილერია მარტო ერთი კაცი იყო რომელსაც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა ისიც იყო პროდავოცვილის სლუჟბაზე რომელსაც ამაზე მუშაობდა იცოდა ყველა იყვნენ ოფიცრები იქ მანამდე არ ვიცოდი ლევა ხუბარდიას მანამდე არ ვიცოდი რა ვიღე კარტა რა ვიღე ნახე დაამთავრა ლენინგრადის ტექნიკური აკადემია და დამთავრებული ჰქონდა ცავოკი ცენტრალური არტილერიის კურსები ჰქონდა დამთავრებული ერთი ორი კაცია მისანა მოვძებნი აი რომ იცით ისოდნე ეს ყველა იყო უმაღლეს ცოტა დრო დაგშედა იმიტომ გეუბნები ბატონგურა იმიტომ ვამახვილებ ამას ბატონგურამ რომ აუცილებელია საქართველოში გაიხსნას ორი უნივერსიტეტი ჩვენი
თბილისის უნივერსიტეტი და ტექნიკური რომელიცაც ორი კი არა, იმდენი რამდენი საჭიროა. ნუ ახლა ორს თქვი ახლა მაგა ნუ ბათუმის უკვე სხვა უნივერსიტეტია, ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი სხვა არის, ჩვენი ის რა ქვია, სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა. ნუ ეს ავიაციის უნივერსიტეტი თავარი ბატონგურა მოგვარდეს ეს საკითხი. თავარი გაიხსნეს, კაფედრები გაიხსნეს და დავიწყოთ მომზადება, ოფიცრების მომზადება. მე ეს სახელმწიფო ზვირი არ დაუჯდება ბატონო. არ უნდა. აი ბატონო ნაური, თქვენ რო დავალება მოგცეთ. თქვენ შეძლებთ აი ეს მოთხოვნა, რაც ჯარს 250,000-იან ჯარს, ქართულ ჯარს ჭირდება, ყველა მიმართულებით, ზღვა, საჰაერო თავდაცვა, артиლერია, ტანკი, ფეხოსანი. აი ეს რო გაკეთდეს. თქვენ შეგიძლიათ ეს დავალება შეასრულოთ. აი კომისარი ხარ და ბოლოს აი ეს საკითხები კარგად იცით. აგერა პრეზიდენტი. ბატონო აგერა. მაშინ რა შეასაქმე? აგერა პრეზიდენტი. რა პრეზიდენტი ომი რო დაიწყება, მთავარ სარდალი ვინ არის პრეზიდენტი? და ნებაიბოდეს აგერა პრეზიდენტი. პრეზიდენტს ნაური გადაცემა არ არის, მე აუდიენცია რო არ ხო და არ ხდება, არ უნდა. აბა ბატონო გურამ მე ახლა ვერ შევალ პარლამენტს ვერ ავიღებ და იმას არ ვერაიძვება. იმიტომ პრეზიდენტი არის მთავარ სარდალი. მთავარ სარდალი ნებაიბოძე და გააკეთეს. აგერ ყავს კომიტეტი, აგერა პარლამენტი, კომიტეტის თავმჯდომარე, უშიშროების და იმის კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამის ყავს, აგერ ყავს პრეზიდენტი და ნებაიბე აგერა თავისი შტატი აქვს და ყველაფერი. და დასვას ეს ხალხი აგერ არის გვარდია, ოფიცრები რომელიც ამაზე მუშაობენ და დასვან ეგენ და იმუშაოთ. აი იმუშაოთ. მე პენსიონერი კაცი ვარ, მე შეიძლება რაღაცა გაუწია რაღაცა, მაგრამ ეს მათი მოვალეობა, პრეზიდენტის მოვალეობა ეს. ეს აუცილებელია. თუ გვინდა ჩვენ ჯარი ვყავდეს, დავიცვათ სუვერენიტეტი, ახლა ეგ ტელევიზიაში გამოდიან, აუ ჩვენო სუვერენიტეტი დავიცვათ, ახლა აი ჟურნალისტების ამბავი რა ატყდა ახლა. თუ ჟურნალისტი იცავს დღეს საქართველოს სუვერენიტეტს, აი მე რატო არ უნდა დავიცვა სამხედრო კაცმა საქართველოს სუვერენიტეტი? რომ ჯარი რო არ გამაჩნია. სამხედრო ის ავიაცია რო არ არის, ის საზღვაო რო არ არის. ზღვის აკვატორია გვაქვს 300 კილომეტრი, საქართველოს ზღვის აკვატორია 300 და ერთი ნავი არ აქვს. როგორ? ნუ როგორ შეიძლება? ეს სახელმწიფოა? ბატონო პრეზიდენტო, რას აკეთებთ? თქვენი მოვალეობა, პრეზიდენტის მოვალეობა ეს. შეკრიბოს ეს ხალხი, ეგერა სპეციალისტები ყავს სამხედროები, ეგერა გვარდია, რომელიც ამაზე მუშაობენ. და იმუშაობენ, გააკეთო ყველაფერი. აი ბატონო, აი ზუსტად გვარდიასთან მაქვს თქვენთან შეკითხვა. ჩვენი გვარდია გადმოტანილი არის პრინციპით ამერიკის შეერთებული შტატების. არასტორია ეს. აი აგიხსნე ახლა და ორი წუთი ვიცი რომ იცით ეს საკითხი და მინდა ამაზე პასუხი რო გამცეთ. იქ გვარდია ამზადებს ყველა მათი ნაწილები ამოცანა თვითონ ამერიკაში არ აქვთ. ეს ამოცანას ასრულებენ 101 დივიზია, 95, 91, 92 დივიზია, აი ეს საჰაერო თავდაცვის, საჰაერო ძალების ეს ვაზდუშა-დესანტნა დივიზია, ესენი რომელიც მიდიან და ასრულებენ, ესე იგი მათი ამოცანები ამერიკის ტერიტორიის გაღმარეს და მის ტერიტორიას სასაზღვრო ისინი იცავენ. მეტი არაფერი არა, იქ დივიზიები, აი ვესტ პოინტი და ფორტ ბრეგის და იმის იმაში სასწავლო ცენტრებში, სადაც გვარდიას აქვს თავისი სასწავლო ცენტრები, რომელსაც გენერალური შტაბი აძლევს დავალება, შენ უნდა მომზადო ამდენი артиლერიის, ამდენი ისინი უმზადებენ და ამით აკომპლექტებენ შემდეგ ჯარს. ჩვენთან ამ გვარდიის ფუნქცია მე ვერ გავიგე. ბატონ გურა, იცით რა? დოქტრინა, სამხედრო დოქტრინა ამერიკის არის ერთადერთი მთელ მსოფლიოში. რატო არ ვიღებთ საფრანგეთის? რატო არ ვიღებთ გერმანიას, შვეიცარიის, თურქეთის? აგერა აი ყურის ჯირშე თურქი. რატო არ ვიღებთ ამას? რუსეთის რატო არ ვიღებთ? რაც ჩვენ აი დავანებოთ რუსეთს. არა, რაც ჩვენ ვიცი. ხო, ჩვენ აგერ ევროპელი ქვენები. ბიჭო, მაინც ამი რატო მივაგდით ამ ამერიკას? ამერიკას დოქტრინა სულ სხვა დოქტრინაა. და ამერიკის ჯარი არის, რო ვთქვა, ექსპედიციონნი ვაიშკა. კი, ექსპედიციებში დადიან. ხო, ექსპედიციებს დადიან, იმიტომ უყავია ჯოხი და ვიღაცა თუ არ მოეწონა, ხუსეინი არ მოეწონა და აყეს თავში. ლიბია არ მოეწონა და აყეს თავში. ის არ მოეწონა და აყეს თავში. ესა მეტი არაფერი. ეს დოქტრინა სულ სხვა. და ხო, აგერა ევროპა ხო არის, ევროპის ჯარები, გერმანია კი და საფრანგეთი კი და იტალია, პორტუგალია. ნუ ამ ჯარებმა თავისი შესაძლებლობები უკრაინაში გვაჩვენა, ხო? რო არა აქვს ეს. მაგრამ რატო მაინც მე ახლა ბატონო გურა, მე ქართველ ადამიანს ხო თადარიგის ბალკონი. ნუ თუ მე არ შემიძლია ქართველი ჯარისკაცი აღზარდო და ვასწავლო იმას თავისი სამშობლოს სიყვარული. მე ის არ ადამიანის ამერიკელი
ამერიკელი. და არ აღზარდოს ჩემი ისი როგორ თქვენ მან ჩინელმეცა თუგი სუნზინ. ხო უნდა ისაქნაო ჯარისკაციო თუ გინდაო რომ სამშობლოს ემსახურებოდეს ანდა შენ მოწინააღმდეგე რომ დაამარცხო უნდა აღზარდო მისი შვილები ხო მისი შვილები უნდა და გამოდის რა მე ამერიკელი სპეციალისტი მე ქართველს ხო ვიზდის თავისი მოსაგებად ხო მე გავზარდი ამ მე ვასწავლი ამას როლას იმას პირველ რიგში ვაყარე სამშობლოს სიყვარულს ვასწავლი სამშობლოს სიყვარული ჯარისკაცს თუ არ ეხდა როგორ დაგიცვას სამშობლოს ვერ დაგიცავს იმიტომ აუცილებელია დღეს აი რეფორმა ახლა ხელისუფლებას რომ რეფორმა ჩატარება უნდა აი მასში უნდა ჩაიდოს ჩატარდეს უნდა რეფორმა აკადემია უნდა შეიცვალოს სხვა უნდა სწავლოს აკადემიაში და მომზადეს დაუბრუნდეს თბილისის არტილერიული აკადემიის აი მეთოდიკას ხო მეთოდიკას და უნივერსიტეტმა ორმა უნივერსიტეტმა ტექნიკუმმა უნდა აუცილებლად უნდა იყოს სხვანაირად ჩვენ ოფიცრებს და პროფესიონალებს ვერ მოვამზადებთ გამორიცხულია რამე რო შეგი იმიტომ თქო ბატონო პრეზიდენტო ეს თქვენი მოვალეობა ესე იგი გენერალურ შტაბს რა დავალება აქვს აი რასაც თქვენ ფიქრობთ შეიძლება ვიყურებენ ეს ოფიცრები და კარგათაც ესმით რომ აუცილებლად არის რეფორმა გაკეთდეს ჯარში იმიტომ ოფიცრების შემადგენლობა რომელიც არის დღეს ეს არის და ხვალ თქვენ როგორ ჩამოთვალე 3 დღე ის ცოცხლობს 7 დღე ის 10 დღე ასეულს მეთავრ და всё აღარ არის ვითიცვლით არ არის ერთი რაღაცა შეტაკება და всё 40-60% პირადობ ოფიცრების არ არის ვიდეო ხო არ არსებობს მექანიზმი არ არსებობს რომ ამ აღზარდოთ პროფესიონალები და რაღაცა ჯარების მომზადება ოპერატიული მიმართულებით ბათუმის ახალციხის ახალქალაქის ეს უკვე ისეთი თემაა ეს თემა მე მარტო ვამახვილებ ოფიცრებს ვამაყე ოფიცრები თუ არ იქნება ბატონო ჯარი არ იქნება რა ჯარი იქნება რომელ მობილიზაციაზე ლაპარაკი თუ შენ ოფიცრები არ გეყოლა როგორ მომზადებ შენ თავარი ოფიცრები აი ბატონო რეალი 4 წუთი დაგვრჩა ჩვენ და მინდა ამ 4 წუთში რო ჩაეტიოთ აი თქვენ რას ისურვებდით მაგალითად როგორც ოფიცერი რომელს გაიარეთ არაერთი ომი რომელსაც გააქვთ თქვენ 5 ჭრილობა მიღებული 3 მძიმე და 2 ისეთი ჩაწეწრილობები ადამიანმა რომელიც ეს ყველაფერი კარგად ნახეთ და გესმით და თქვენ აი მაგალითად აღზდა სკოლაში აი მეთოდიკა საპარლამენტო კომიტეტი რომელიც არის არცერთი სამხედრო არ არის პარლამენტში არცერთი სამხედრო არ არის რას მიუთითებდით ჩვენ მთავრობას რას მიუთითებდით უმაღლეს მთავარსარდალს რომელსაც მე უკვე აღარ ვთვლი თუ მას გენერალ ლეიტენანტთან თუ მას პოლკოვნიკებთან და აი ყოფილ სამხედროებთან ვინც არიან და ვინც არის დღეს და მსახურობს იმათთან შეხვედრა არ უნდა და გაიგოს ის როგორი უნდა იყოს ჯარი ან და როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს დაცვა გია ვაშაკიძეს გენერალური შტაბის აკადემიაში რო სწავლობდა ადიუნქტურაში მოსკოვში გაკეთებული აქვს ჩვენი საქართველოს ტერიტორიალური თავდაცვის გეგმა ჯარები სად უნდა განლაგდეს ეშელონირება მათი უზრუნველყოფა შეარაღებით ტექნიკით მატერიალ-ტექნიკური უზრუნველყოფით მათი სარეზერვო ბაზები სადაც უნდა შეიქმნას სადაც უნდა შეივსოს ისინი სადაც მეორე ეშელონში და გამოვიდნენ ეს ყველაფერი გაკეთებული აქვს და ვინ უსმენს არავინ არ უსმენს პრობლემა ბატონ გურამ ამაში რომ არავინ არ უსმენს და რატომ არ უსმენენ და რატო არ უნდა მოსმენა ვერ გამეგება ეს სკოლიდან იწყება ბავშვები ბიჭების მე მახსოვს დაწყებითი სამხედრო მე მახსოვს დაწყებითი ერთი და მე 16 წლის რო იყვნენ ბიჭები ხო მოდიოდა ის 16 წლიდან მე 17 წლის პროფესია იყო და მე 18 წლის მივყავდა ჯარი. მე სკოლა იყო ეს ყველაფერი იყო. ხო 11 წლიდან აღრიცხვაზე აყვავდა 11 წლიდან ვაკეთებ ატარებდით უკვე სამედიცინო იმას უყურებდით ვინა ჯამთელი არა ჯამთელი თუ რაღაც ავადმყოფობა თუ ჭირდა ბიჭებს მივამაგრებდით საავადმყოფო იყო ექიმი იყო სპეციალური დანიშნული თუ დაბუზე გამოაჩენდით რაღაცა ქონდა მინზე ტუპერკულოზი რაღაცა აი მაშინ ეს უკვე მიმაგრებული იყო ექიმები უყურებდა ამას 11 წლიდან ვიწყებდით ჩვენ ამ ბიჭების აღზას 11 წლიდან 11 17 და 18 წელი მიდიოდა ჯარში ეს იყო ყველაფერი ახლა უსვათ აკეთებენ არ კეთდება ეს უსვათ არაფერი თქვენ აი სპეციალური
დანიშნულებისათვის, ხო, განსაკუთრებულად ისეთი ჭკვიანები, განსაკუთრებით ისეთ ამათ არჩევასაც აკეთებდით? ეს არჩევას? ხო, εγώ იცით, იყო სპეციალური მოადგილეც ყავდა, აღზრდელობით დახში იყო რაღაცა, იცი? სპეცმომზადება იყო რაღაცა, იცი? პროფესიონალი ადბორი, პროფესიონალი ადბორი იყო. ნუ ეს მასე ექსპერიმენტის გატარება იყო, მაშინ იმ წლებში შემოვიდა ეს სპეცპადგატო გატარა იყო, იცი? აი ჩვენი დაზვერვის სამმართველო ამიერკავკასიის იყო მიმაგრებული იყო იქ ერთი ოფიცერი, რომელსაც მე კარგად ვიცნობ უფროსსაც და იმასაც და ის იყო მიმაგრებული მათემატიკურ სკოლაზე, აი ის კომაროვის სკოლაზე. და იქიდან ის არჩევდა მოსწავლეებს. მოსწავლეებს, რომლებიც შემდეგ ისინი ისე ხრებოდნენ, მე რაღაცას არ ჩავთვალე. აი ასეთი არჩევით, აი ასეთი მომზადებით ციცუაშვილი 1973 თუ 74 წლის გამოშვება, რომელმაც რაღაცა პრიზები დაიმსახურა მსოფლიოში მათემატიკური მასში, შემდეგ მამამისთან ერთად ისინი აი ასეთი არჩეული მოხდა ისრაელში და იყო ისრაელის სრულიად მთელი დაზვერვის, ყველა დაზვერვის სამხედრო ისინი იმ დაზვერვის ყველაზე უფროსის მოადგილე სამვარსკვლავიანი გენერალი. გარდაიცვალა 21 წელს აი კოვიდით. ხო, აიცით, მერე გრაფიკები იყო. ფუსლები იყო და ეს სხვადასხვა ნახატები რაღაცა, აი, ნუ როიტყვიან ნასმისლიონას, გაიგე? აი, ბატონაური, თქვენ ვატყობინებენ რომ შემდეგი სტუმარია მოსასვლელი. მინდა კიდე ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ნაურჯიქიას გადავუხადო. მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი სტუმარი იყო დღეს პოლკოვნიკი, არტილერისტი ღმერთიდან მე ვამბობ როგორც არტილერისტი ბატონ ნაური, ჩვენ ერთად მსახურობთ და ვიცი მისი შესაძლებლობები და რასაც ის აკეთებდა. მინდა ჯანმრთელობა ვუსვირო, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის და თქვენს დიდი მადლობა რომ ყურადღება მოგაქციეთ და მინდა რომ აი ეს გადაცემა არ გახდეს ვეტერანებს ხო განსაკუთრებით ოფიცრებს შეგვეხმიანეთ ჩვენს და აი გადაცემას მე დავდებ და ამ გადაცემაზე გაეცით პასუხი წინადადები გააკეთე ამოვიწერ ყველაფერი და შემდეგ გადაცემაზე მე აუცილებლად თქვენ შეგახსენებთ თქვენს მიერ კითხვებს და გავცემ იმას პასუხს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ვზამდებოდეთ.